ჰისტოგრამის აგების დროს ჰისტოგრამა არ უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი. ჰისტოგრამა არ უნდა ავაგოთ კატეგორიული ცვადებისათვის. კატეგორიული ცვადისთვის აგებული ჰისტოგრამა აზრს მოკლებულია. აი ნახატზე, ამ გრაფიკზე მოცემულია რაღაცა რაოდენობა მუშების, პოლისის, სადაზღვევო პოლისის ნომრების განაწილების ჰისტოგრამა. ეს გვიძლევა, ესე იგი, აქ არის რაოდენობა, თქვათ, ეს ნომრები მოთავს და 10,000-დან 20,000-მდე და ეგ არის რამდენი მუშის ნომერი მოთავს და 2,000-ზე მეტი მუშის ნომერი მოთავს და 1,000-დან 2,000-მდე. აქ შესაბამისად 2,000-დან 3,000 მოთავს და 10 მუშაზე მეტი. ასე რომ ეს აზრს შინაარსის ვერ გამოვიტანთ აქედან, არაფრის მონცემი არ არის ასეთი ჰისტოგრამა. ასევე სხვა როგორც ფოთლებიანი ღეროს გავს დიაგრამა, ოგივა, სიხშირეთა პოლიგონი, ყველა ეს გრაფიკი, რომელიც იყო გაათვალისწინებული რაოდენობრივი მონაცემისთვის, კატეგორიული მონაცემისთვის, აზრს კარგავს და აზრი არ აქვს მის გამოყენებას. ესე იგი, ეს ყველა გრაფიკი გამოიყენება მხოლოდ რაოდენობრივი მონაცემისთვის, მონაცემის განაწილების აღსაწერად. ამ მეოთხე ლექციაში ჩვენ ესე იგი შევსწავლეთ რაოდენობრივი მონაცემების წარმოდგენა სხვადასხვა გრაფიკების საშუალებით. გრაფიკიდან შევძლებთ, ესე იგი, მეოთხე ლექციაში ვნახეთ თუ როგორ უნდა დავინახოთ განაწილების ფორმა, დავინახოთ ამოვარდნილი მნიშვნელობები და როგორ უნდა შევადაროთ ორი განაწილება. ახლა განვიხილოთ კიდევ ესე მაგალითები, როგორც ჩვენ თქვით, დაეთმობა ბევრი ძალიან დრო მაგალითებს, ასე პრაქტიკულ მეცადინეობებზე, სტატისტიკისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია სხვა მაგალითების განხილვა. ეხლა რა მონაცემებია ამ ჰისტოგრამაზე მოცემული? ჰისტოგრამაზე მოცემული არის, ესე იგი, დღეების რაოდენობა, რა დღეებშიც, თქვათ, ნიუ-იორკის საავადმყოფოში 93 წელს, გულის შეტევით მოთავსებული ქალები რამდენ დღეს გაჩერდნენ საავადმყოფოში. ესე იგი, ვნახოთ როგორია ამ განაწილების ფორმა, აღწეროთ ეს განაწილება ფორმის მიხედვით. კიდევ მეორე, ეს არის დღეები, რა დღეების განაწილება, რა დღეებით მოთავსდნენ გულის შეტევით, რა დღეების განმავლობაში მოთავსდნენ გულის შეტევით ქალები ნიუ-იორკის საავადმყოფოში. განაწილება ასიმეტრიულია მარჯვნივ, კუდი გააჩნია განაწილებას მარჯვნივ, არის ბიმოდალური, ეს ორი მოდა არის, ორი მოდა გამოიკვეთა. ერთი მოდა არის ერთთან ახლოს, ერთ დღესთან ახლოს, იგი ერთ დღეზე მეტი არ ჩერდებოდნენ უმეტესობა ქალების და იგი სიხშირე იყო გაჩერების 8 დღე. ყველა მონაცემი მოთავსებულია 1-სა და 37 შორის. 37 შორის. ბოლოში გამოიკვეთა ამოვარდნილი მნიშვნელობები, ესე იგი ძალიან ცოტა იყო ისეთი, რომლებიც მოთავსდნენ საავადმყოფოში იმყოფებოდნენ 35 დღეზე, 37 დღის განმავლობაში. 37 დღის განმავლობაში. ეხლა ჩვენ როგორც ვთქვით, აქ პრინციპში ამას განმარტება ამოვარდნილი მნიშვნელობის ზუსტი გვექნება შემდეგ. რახან განაწილება ასიმეტრიულია, შეიძლება არც ეწოდოს ამას ამოვარდნილი მნიშვნელობა, მოკლედ ეს არის საკმაოდ ბუნდოვანი, შეიძლება უწოდოთ ამოვარდნილი, შეიძლება არა. ზუსტ განმარტებას ვისწავლით შემდეგ ლექციებში. ეს არის ეს ჰისტოგრამა გვიჩვენებს განაწილებას, სტუდენტებმა, თქვა სტატისტიკის ლექტორს, რამდენი ემეილი, ელექტრონული პოსტა, ემეილი გაუგზავნა სტუდენტებმა. ესე იგი, შეკითხვა მდგომარეობს, რამდენი წერილი გაუგზავნა თითოეულმა სტუდენტმა, ლექტორს, ესე იგი, ამ გრაფიკის მიხედვით უნდა ვნახოთ და აღწეროთ ეს განაწილება. ესე იგი, აქედან ჩანს, ესე იგი, ინტერვალის, ესე იგი, 6-დან 6-მდე, ინტერვალის სიგრძე არის 1, ესე იგი, 1-დან 2-მდე, ანუ 1 წერილი გაუგზავნა 80 სტუდენტმა, 2 წერილი გაუგზავნა 40 სტუდენტმა, 3 წერილი გაუგზავნა 18 სტუდენტმა, 4 წერილი 9-10-მა და ასე შემდეგ. ანუ გრაფიკიდან ეს შეგვიძლია დავადგინოთ. განაწილება არის ასიმეტრიული მარჯვნივ
და ამოვარდნილი მნიშვნელობაც გააჩნია, ეს არის 21 წერილი, 21 წერილი გავგზავნია ერთ სტუდენტს, ყველაზე მეტი ამ ლექტორისთვის. ეს არის მარცვლეულში, 59 ბრენდის მარცვლეულში, შაქრის შემცველობა ეს პროცენტებში, შაქრის შემცველობის პროცენტებში განაწილება მოცემულია ამ ჰისტოგრამის საშუალებით. უნდა აღწეროთ ეს განაწილება. განაწილება არის ბიმოდალური, მოდა არის 6%-თან, და 46%-თან. ამოვარდნილი მნიშვნელობები არ ჩანს, გამოიყურება როგორც ორი ჯგუფი. თითქოს გარღვევაა მათ შორის. ანუ შაქრის შემცველობის მიხედვით ეს მარცვლეული დაალაგდა დაბალი შემცველობის შაქრის დაბალი შემცველობის ჯგუფად და შაქრის მაღალი შემცველობის ჯგუფად. ისე ორი ჯგუფად განლაგდა ეს მარცვლეული. განვიხილოთ აი ესეთი მაგალითი. აქ არის მოცემული ჰისტოგრამაზე 36 ღვინის ქარხნის ფართობი აკრებში. შეკითხვა მდგომარეობს შემდეგში. ქარხნების რა პროცენტს აქვს ფართობი 60 აკრზე ნაკლები და უნდა აღწეროთ განაწილება. ესე იგი, აქ არის 120, 0-დან 120-მდე, ინტერვალების რაოდენობა გვაქვს 1, 2, 3, 4. ანუ 120 რო 4-ზე გავხოთ, აქ არის 0-დან 30-მდე და 30-დან 60-მდე, 60-დან 90-მდე, 90-დან 100-მდე. ბიჯი არის ინტერვალის 30. ეხლა ჩვენ გვაინტერესებს ქარხნების რა პროცენტს აქვს 60 აკრზე ნაკლები. ანუ ჩვენ გვაინტერესებს ქარხნების რაოდენობა, სულ ვიცით რომ 36 ქარხანაა და გვაინტერესებს რამდენი ქარხანა არის, რომელთა ფართობი არის 60-ზე ნაკლები. 60-ზე ნაკლები არის ეს ინტერვალში მოთავსებული ქარხნების რაოდენობა და ამ ინტერვალში მოთავსებული ქარხნების რაოდენობა. ანუ აქ 60 არის. ეს არის 15-ს აქვს 0-დან 30-მდე და 30-დან 60-მდე აქვს 13-ს. ანუ 15 პლუს 13 უნდა გავყოთ 36-ზე მთლიან რაოდენობაზე, ეს არის 0.78, 0.78, შემდეგ უნდა გავუყოთ 100-ზე და მივიღებთ გრაფიკის მიხედვით, ჩანს რომ შეგვიძლია გამოვთვალოთ, რომ 78% ქარხნებისა ქონია 60 აკრზე ნაკლები. ეხლა ვნახოთ განაწილება, როგორ არის გავწეროთ განაწილება. ასიმეტრიულია მარჯვნივ, შეინიშნება ერთი ამოვარდნილი მნიშვნელობა. ქარხნების უმეტესობას აქვს 90 აკრზე ნაკლები. უმეტესობა არის ესე, მაგით უფრო ცოტა არის. მოდა მოთავსებულია 0-სა და 30 აკრს შორის. უმეტესობის ყველაზე მეტი შეინიშნება ამ ფართობის მქონე ქარხანა. ყველაზე მაღალი არის ეს მართკუთხედი ამ ჰისტოგრამაში. 0-დან 30-მდე შეინიშნება მოდა. აქ არის მოცემული ფოთლებიანი ღეროს კავშირი დიაგრამა აი ამ სპორტსმენის ამერიკულ ფეხბურთში 82 წლიდან 2001 წლამდე home run-ი ქვია ამას, გადაჭერდა ბეისბოლში, ამერიკულ უკაცრავად ბეისბოლის მონაცემები არის. და უნდა აღწეროთ ეს განაწილება. 82 წლიდან 2001 წლამდე, 1982-დან 2001 წლამდე ამ სპორტსმენის მიერ ჰომრანების, შესრულებული ჰომრანების რაოდენობა. იგი ბეისბოლში ჰომრანი ნიშნავს ბურთის გადაკეთებას საკმაოდ მთელი მოედნის სიგრძეზე. ანუ ეს იგი ეს არის მისი რეზულტატები. ეხლა უნდა აღწეროთ ეს განაწილება ფოთლებიან ღეროზე მოცემული ფოთლებიანი ღეროს საშუალებით. ასიმეტრიული არის მარჯვნივ, ესე იგი ამ შემთხვევაში თითქოს თუ ამოვატრიალებთ, რახან მეტობა არის აქეთ, ანუ კუდი აქვს მარჯვნივ, ანუ მეტობისკენ აქვს კუდი, ასე ასიმეტრიული მარჯვნივ აქედან ჩანს. მოდა არის 30-თან ახლოს,
მეყოლით ეს არის მოდა 30-დან 40-მდე არის მოდა. სამი ქვედა ამოარნილი მნიშვნელობა აქვს. ქვედა ამოარნილი მნიშვნელობები არის 3-იანი, 9-იანი, 9-იანი, ანუ 0 არის ამ შემთხვევაში ათეული. 0 ათეული, ანუ 3 ხომრანი ქონდა 9 და 9. ყველაზე ისე დაბალი მნიშვნელობები არის აქ. ესე იგი ამოარნილი მნიშვნელობები არის. გარღვევა გეფი არის 9-დან 22-მდე, ანუ ეს არის 9 მონაცემი, შემდეგ 22-მდე საერთოდ არ ქონია ხომრანი შესრულებული. ეხლა უნდა ავაგოთ ფოთლებიანი ღეროს კავშირი დიაგრამა ამ მონაცემებისათვის. ეს მონაცემები არის ცხენის ძალების, სხვა საავტომობილების და უნდა აღწეროთ ეს განაწილება. ფოთლებიანი ღეროს კავშირი დიაგრამა გამოიყურება შემდეგნაირად. ეს არის ასეულები, ანუ 15 ნიშნავს 15 ჯერ 150 პლუს 0, 150 ყოფილა ცხენის ძალა და შემდეგი ეს 15 და 5 ნიშნავს, რომ 150 პლუს 5, 155. აქ შესაბამისად 9 და 0 ნიშნავს 90, ორჯერ მეორდება 95, 97. მონაცემები მოთავსებულია 65-დან, მინიმალური მნიშვნელობა არის 65, 155-მდე, მაქსიმალური არის 155. ამ დიაპაზონი შეგვიძლია აქედან ნახოთ. დიაპაზონი, ანუ რანგი არის მაქსიმალური მნიშვნელობა 155-ს გამოკლებული მინიმალური 65. ეს იქნება 90, ანუ რანგი არის 90. ცენტრი არის მოთავსებული 105-თან ახლოს. არის ცენტრი. თანაბარი განაწილება გვაქვს აქ პრინციპში. თანაბარი განაწილება შეინიშნება თითქმის სიმაღლე და იგივეა. აქაც ჰისტოგრამის მიხედვითაც გამოჩნდებოდა აუცილებლად თანაბარი განაწილება იქნებოდა ამ მონაცემებს. ამით ლექცია 4 ლექცია დამთავრდა. მადლობთ ყურადღებისთვის.